გამარჯობათ, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ მე რელიგიურ თემებზე, შევეხები პატარ-პატარა ცოტ-ცოტას. ესე იგი, მე დღეს ვისაუბრებ სულის ხონებაზე და ცხოვრების საერთოდ აზრზე და მნიშვნელობაზე. ბევრს გონია, რომ ცხოვრების თავარი აზრი არის კარიერა, თავარი, შინაარსი და თავარი მიზანი, ბევრი ფული შოვნა, კაი მანქანის ყიდვა და ასე შემდეგ. ცხოვრების თავარი აზრი სინამდვილეში არის მაქსიმალურად უცოდველად ცხოვრება. და დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოგეცემა. თავისთავად იგულისხმება მოგექნება საქმე, იმუშავებ, მაგრამ შენ ის მიზნად არ უნდა დაისახო არასდროს, რომ შენი თავარი მიზანი იყოს დაუშვათ ფულის შეგროვება, ქონების შეგროვება და ასე შემდეგ. თავარი მიზანი ყოველთვის არის უნდა იყოს ადამიანში იესო ქრისტეს რწმენა, მისი დატიებული ეს ეკლესიის წესჩვეულებებით მაქსიმალურად ცხოვრება, ყველა კვირას უნდა შეეცადო ადამიანმა მიხვიდე წირვას დაესწრა, აღსარება ჩააბარო და ასე შემდეგ. და შეეცადო მაქსიმალურად განეშორო ცოდვებს, იგულისხმება ადამიანები ბევრი ვერ ერკვევიან რა არის ცოდვა, რა არის მადლი. უნდა წაიკითხო ცოდვათა ნუსხა, უნდა მოусმინო რელიგიურ გადაცემას და წაიკითხო ბიბლია, წინა წერილები და გაიგებ. მერე წირვებზეც უნდა დადიოდე და უკვე სულიერადაც იგრძნობ, რომ რა არის ცოდვა და რა არის დაუშვათ მადლი. მე ვსაუბრობ ახლა ადამიანისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ქრისტეს სიყვარული, იესო ქრისტეს სიყვარული, ჩვენი ღმერთის სიყვარული, ჩვენი მაცხოვრის უფალის სიყვარული და რა თქმა უნდა მოყვასის სიყვარული, ხალხის სიყვარული. რო არის რომ მტერზეც უნდა ილოცო, მართლაც მტერზეც უნდა ილოცო, არა ილოცო რომ მან ლოცვას გააჩნია, უნდა იცოდე რა უნდა ილოცო, ილოცო ის რომ მოვრუნდეს მან ხარის ღვთისა, მიხდეს შეცდომები მისი და თავარი მიზანი რომ ღვთის ხარის მოვრუნდეს. ლოცვაში მაგი უნდა იყოს. ახლანდელი დაუშვათ ხალხი, ახალგაზრდები და ასე შემდეგ ბევრი ვერც ერქვა მე უცოდველი ვარო, რომ ყველა ცოდვილები ვართ, თვით მამაოები, რომლებიც წირვასა და იგენის ცოდვილები არიან და იგენის ცოდავენ. ყველა დედამიწაზე არა ადამიანი, რომელიც ცოდვილია, ცოდვას არ აკეთებს, ცოდვას ვაკეთებთ, ყველა ოღონდ იმის მონანიების უნარიან თავარი გქონდეს რა, მოინანიო რა ცოდვა. და თავარი მიზანი ადამიანის უნდა იყოს მაქსიმალურად შეეცადო უცოდველად იცხოვრო და წაიკითხო ცოდვათა ნუსხა. ახლა გოგოებს რო შეუთხრა, რომ შორტიკებით სიარული ცოდვაო. შარლით სიარული არ შეიძლება დაუშვათ გოგოებისთვის, კოსმეტიკა, კაკრასკვა და ასე შემდეგ. ახლანდელი მამაოებიც დიდად არ ეუბნებიან და მაშინ შენიშნოს არ აძლევენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ცოდვა და ღვთის ხატების დამახინჯება, თუგინას ნაკოლკების გაკეთება, ყურსაკიდეს რო დაიბამენ აკასლამდე ყურებზე, მაგიც ცხვირზე რო იკეთებენ, აქ რო იკეთებენ ბეჭდებს და რაღაცებს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ღვთის ხატების დამახინჯება და ეს ყველაფერი არის ცოდვა. მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ ამ ყველაფერს განეშოროს ადამიანმა, კი ძალიან ძნელია. მე ვცხოვრობდი ძალიან ცოდვილ მდგომარეობაში, ყველანაირ ცოდვას ვაკეთებდი, რამე თუ არსებობდა, კაცის კლის გარდა, ასე ვთქვათ,
მაგრამ როცა დავიწყე მე ახლა სტიკაროსანი ვარ და როცა დავიწყე ეკლესიაში რა დიდი დრო დამჭირდა ნუ 9 წელი დავდიოდი მაგრამ ბოლო 1 წელია ვარ სტიკაროსანი და ძალიან გამიჭირდა ანუ ცოდვის მონანიება მარტო კი არ შველის ადამიანს ამ ცოდვას რომ მოინანიებ მე უნდა განშორდე მაგ ცოდვას შეეცადო მაქსიმალურად რა და არის ახლა ყოველდღიური ცოდვები, განკითხვა, განრისხება, შეგინება და უშუალოდ რაღაცა, აი ყველას აქვს, აი ცოდვა, ადამიანი ვართ, ყველა ადამიანები ემოციები გვაქვს და ასე შემდეგ. აი ეს დიდ ცოდვას მაინც უნდა შეეცადო, რომ ადამიანმა განერიდო. ხო და როგორც სულისხსნა, ანუ ადამიანის თვითყოფადობის გადარჩენა არის თავარი აი ამ საკითხებში. სხვანაირად გადარჩენა არ არსებობს. და ქვეყნის გადარჩენას აი რაც უფრო ბევრი ხალხი დაიწყებს დაუშვათ ეკლესიურ ცხოვრებას, ღმერთის წმენას, მაშინ იქნება ქვეყნის გადარჩენა. ხალხს გონია რომ ვიღაც პოლიტიკოსი მოვა დაუშვათ და შეცვლის ყველაფერს ეკონომიკას გააძლიერებს, ვერაფერს ვერ იზამს პოლიტიკოსი რომ მოვა დაემორჩილება იმ სხვა პოლიტიკოსებს საზღვარგარეთიდან რეკომენდაციებს თუ რაღაცებს ეს ევროსაიზიდან იქნება თუ ამერიკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან დაუშვათ უნდა იყოს სისტემა საერთოდ ჩამოყალიბებული აი სახელმწიფოშიც ისე როგორც ადამიანი ანუ მაქსიმალურად ბევრმა ხალხმა უნდა შეეცადოს მაქსიმალურად გადავიდეს უფრო რელიგიურები გახდნენ ხალხი განეწყოს პირველ რიგში განწყობა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის და მე უკვე ნელა წავა დავუშვათ ეტაპი მე უფრო მომხრე ვარ მე ვარ მომხრე საქართველოში რომ მეფობის აღდგენის რა მე ღვთისგან კურთხეული მეფე რო იყოს აკურთხე მეფე რომელიც არ იქნება პოლიტიკოსი არ ჩაიცვანს პოლიტიკურად არა შვარობალ კოსტუმით და გალსტუკით არამედ როგორც მეფე შეეფერება არ ვიცი ახლა ძველად რო იცვამდნენ ისე თუ თანამედროვე რაღაცა იქნება ანუ მე მეფობის აღდგენის უფრო კი არა მაგის მომხრე ვარ რა და თუ თქვენაც ვინმე ხართ დაუშვათ მაგის მომხრეები მომწერეთ თქვენი იდეა როგორ შეიძლება ეს მოხდეს და რამე ახლა მე პროსტა ზოგადად ლაპარაკობ თუ არა მე დიდად იდეები როგორ უნდა შედგეს ეს ჯერჯერობით წარმოდგენილი არ მაქვს მაგრამ რაღაც ჩემი აზრებიც გამაჩნია რომ ანუ მაგი რომ მოხდეს ხალხის განწყობა უნდა მოხდეს რელიგიურ ეტაპზე ანუ რელიგიურად მართლმადიდებელი უნდა გახდეს ხალხი ანუ არიან ახლა საქართველოს მოინათლებიან და მე რომ აღარ მოდიან ეკლესიაში დაუშვათ დიდი ხნით ის უკვე ანუ უნდა დაიწყოს ეკლესიაში სიარული მაქსიმალურად და სისტემა უფრო მთლიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკა აღარ უნდა იყოს პოლიტიკა ანუ პოლიტიკური მართლობა გინდა თუ არ გინდა არის მაინც და მაინც ის დაემორჩილება ანტიქრისტე რომ მოვა პოლიტიკოსები ყველა დაემორჩილებიან სულ ყველა ქვეყანაში საქართველოში რომ ხსნა მოხდეს როგორც მამა გაბრიელი ამბობს წინაწერილებში რომ საქართველოს დევნა ცოტა იქნება, აი მაგ მომენტში უკვე ანტიქრისტე რო გამეფთება და ყველა გაიგებს რომ ანტიქრისტე მოვიდა, აი უკვე ყველასთვის ცნობილი იქნება, შეიძლება არარელიგიურებმა ვერც გაიგონ. ხო და აი მაგ მომენტში უკვე საქართველოში ცვლილებები იმხრივ და წავიდეს, რომ უნდა მეფობის აღდგენა ეტაპები უნდა დაიწყოს და ეს ჩაენაცვლოს ამ პოლიტიკურ მართლობას, რათა მოხდეს საქართველოს გადარჩენა, თუ არა პოლიტიკოსები რო დარჩნენ, რომელიც არიან აი ბანკურ სისტემებზე მიბმული, აი ამ სოფლიო სისტემას უნდა ჩაწყდეს საქართველოს, რათა გადარჩეს. ანტიქრისტე რომ მოვა დაუშვათ ხო არის რაც მინდა აპოკალიფსის რომ იმის გარეშე ვინ ვერ იყიდის და ვერც გაყიდს ანუ ჩიპის ჩასმა რომ მოხდება ჩემი წარმოდგენით ეს რეალური ჩიპი იქნება არ იქნება ეს ვაქცინა რაიმე ეს იმენა რეალური ჩიპი იქნება კანქვეშ
შულში იქნება თუ მარჯვენა ხელში, რადგანაც ანგელოს მარჯვენა ხელით მიყავხარ, ანუ ეს ყველაფერი ანტიქრისტეს გააზრებული იქნება რელიგიურად და იმენა ქრისტეს საწინააღმდეგო ყველაფერი რო გააკეთოს და აი ამ ჩიპში იქნება ჩვეულებრივად ჩადებული შით ID ბარათის ინფორმაცია, ბანკების ინფორმაცია, ბანკის ბარათები, მართვის მოწმობა, შენის საცხოვრებელი სახლის დაუშვათ ყველა ინფორმაცია კომუნალურები, ანუ ჩემი წარმოდგენით ყველაფერი იქნება მაგაზე დამოკიდებული, ვაფშე რაც არის რა, ყველაფერი გაერთიანებული იქნება. დარწმუნებული ვარ, თავრობები მიიღებენ რა მაგას, იმიტომ რომ მის გარეშე უკვე საქართველოს მისი SWIFT-ი არ აქვს, მისი ბანკის სისტემა არ აქვს, მისი ინტერნეტი არ აქვს, ანუ მისი არაფერი არ აქვს და იმუშდენი იქნება დაემორჩილოს მას. და დაუშვათ ჩაიძებ და მის გარეშე, ანუ აპარატები იქნება, სადაც მიდიხარ და დაუშვათ ყიდულობ, მიადებ. ან შუბზე მოგანათებენ, ან დაუშვათ ხელით, ჩემი წარმოდგენით ასეა, ხელს მიადებ და იყიდი რა. აფერს ბარათს დაადებ აპარატზე და გადაიხდი თანხას, აი ეგრე ჩამოგეჭრება ზედან თანხა. და მაგას ვინ ჩაისვამს, ის უკვე იმას გზა არჩეული აქვს, რომ იყვება ანტიქრისტეს და მიდის ჯოჯოხეთში. ეს მას ეცოდინება, თუ არ ეცოდინება, მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ყველა თელმა პლანეტა მიცის ქრისტეს შესახებ და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ ყველა ადამიანს აქვს განსაცდელი გავლილი, ღმერთმა მიცა მას ნიშანი, განსაცდელი მიცა, რათა მას ჰქონოდა ეს დრო, რომ მოbrunებულიყო ღვთის ხარის და განესაზღვრა ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით აი ასე იქნება და დაუშვათ საქართველოში даже ძალიან მორწმუნე თავრობაც რო იყო, შეიძლება ამას შეეწინააღმდეგოს და ჩიპირებას არ დაუჭიროს ხარი. მაგრამ თუ მეფობა აღდგება, ეს 100%-ით შეეწინააღმდეგება, დარწმუნებული ვარ მაგაში. აი მე ასეთ თემებზე მინდა ვისაუბრო და თუ იქნება დაუშვათ ჩემი, თქვენ შეგიძლიათ კომენტარებით დაწეროთ რამე თუ გაინტერესებთ დაუშვათ სხვა თემაზე ვისაუბრებ. ახლა სოფელში ვარ მე და აქ დრო მაქვს და მე ეს თემა ანუ ასეთ საუბრები გადაწყვეტილი მაქვს დიდი ხანია, მაგრამ ვერ დავიწყე. ანუ გადარჩენის საკითხი რა, ჩემი აზრით ბოლო ჟამს ძალიან მიახლოვებული ვართ და ხალხმა მინდა რომ გაიღვიძოს, გაიგოს, ცოდვათა ნუსხა წაიკითხოს, პირველ რიგში ადამიანმა უნდა წაიკითხოს ცოდვათა ნუსხა. ყველა ადამიანს ხო აქვს დაუშვათ გაჭირვება ცხოვრებაში. ვერ წვიტავს რაღაც ოჯახურ მდგომარეობას, შვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მდგომარეობას. რაღაც მდგომარეობას ადამიანი ვერ წვიტავს რა, ღმერთის გარეშე. ყველაფრის პასუხი, ყველაფერი არის განსაცდელი. რაღაც შენი საქციელიდან გამომდინარე ღებულობ განსაცდელს. ყველაფრის პასუხი არის მხოლოდ ქრისტეში და ეკლესიაში. ქრისტეს წმენის გარეშე ვერაფერს დიდ პრობლემას ვერ გადაწყვიტავ. აუცილებლად ის უნდა ერწმუნო, მას უნდა თხოვო ღვთისმშობელს, აიყო წმინდანებს, ნებისმიერ წმინდანების მეოხებით და უნდა ირწმუნო და შენ ირწმენითავე, შენ მოგეცემა მისი გადაწყვეტის საშუალება რა პრობლემის. სხვანაირად ვერ გადაწყვიტავ, იმიტომ რომ მე კი არ ვამბობ, რომ ეს ასე წავიკითხე და არის. ეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მე გავიარე, რაც მე მქონდა ცხოვრებაში პრობლემები, ქრისტეს გარეშე ვერაფერს ვერ გადაწყვიტავ. აი ეს ახლა პატარა ასეთი საუბარი მქონდა, თქვენ კომენტარებში დამიწერეთ თუ რაიმე გაინტერესებდა რა თემაზე ვისაუბრო და შემდეგ ვიდეოსაც გადავიღებ აუცილებლად. გავაგრძელებთ მე დაუშვათ თქვენას თუ ხართ დაინტერესებული, დაუშვათ მე უფრო მაინტერესებს კი აი ეს რელიგიურად უფრო მაინტერესებს დაუშვათ მიმართულება საქართველოს გადარჩენის ეს ბოლო ჟამში შესლის წინ, რათა გადარჩეს მასიურად ბევრი ხალხი, ბევრი ქართველი, ბევრი არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი, ყველა მართლმადიდებელი, რათა ეშმაკმა არ აცდუნოს და არ წაიყვანოს ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მხარეს და არ დაარწმუნოს იმაში.
რომ ის არის მართალი გზა და ის არის გადარჩენა. გადარჩენა არის მხოლოდ ქრისტეში, არაა გადარჩენა. კიდევ ერთხელ დასაწყისში რომ აღვნიშნე, დაუშვათ, არაა გადარჩენა კაი საჭმლის ყიდვაში, კაი ცხოვრების მოწყობაში, შვილზე კაი ინსტიტუტის დამთავრებაში, შვილზე დაუშვათ კაი მანქანის ყიდვაში, კაი სახლის აშენებაში, არა, მაგით უნდა გააკეთოთ, კი, შვილს არ ვამბობ, რომ არაფერი არ გაუკეთო და რა. პირველ რიგში შვილი უნდა დააყენო ქრისტეს სიყვარულის გზაზე, უნდა არ უნიო წირვაზე, ახსარება უნდა ასწავლო, ზიარებაზე უნდა გაიყვანო. ქრისტეს წმენაში უნდა იყოს ის შეეცადო შენ პირველ რიგში ადამიანმა ყოველთვის ეს გზა მიცე შვილს. ცოდვათა ნუსხა უნდა წაიკითხო, მასაც უნდა წააკითხო. მე 7 წლიდან და უნდა გააგებინო რა არის ცოდვა, რა არის არაცოდვა, რა არის ეს გზა და რა არის ეს გზა. ჩემი აზრი აი ასეთია და თუ ვინმეს 1000 კაციდან და მილიონიდან ერთის დაინტერესდება და აი ჩემს ნათქვამებს 50%-ს მაინც გაითვალისწინებს, ძალიან მოხარული ვიქნებ მე. გვადლობთ ყველას ყურადღებისათვის, უფალი იყოს თქვენი პარველი, ყველა მართლმადიდებელი მორწმუნის პარველი, სულიად საქართველოს პარველი. და ყველას გისურვებთ წარმატებებს.